მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით გლახორიკა ჩემპიონატიდან, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დღევანდელ შეხვედრაში. გასტრონომის სააჭარო გუნდის გუნდები საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გველოდება წინ, რატომ ის ეტყვით მოგვიანებით ახლა გაგაცნოთ გუნდების შემადგენლობებს. გასტრონომი გიორგი ჭაჭუა 15 ნომრით კარში, 5 ნომერი ნუგო იორდანაშვილი, 9 დავით ასლანიშვილი, 4 გიორგი დუნდუა, 3 ნიაზიფშიპა და 11 ლევან ჭაში. შეეხება აჭარა გუნდის შემადგენლობას 99 ნომერი კარში, ზურაბ სულიკაშვილი, 3 გიორგი პატარიძე, 10 ზურა ხიზანიშვილი, 24 თემა ხვედელიანი, 29 კობა კობაიძე და 30 ვაჟა ჯოხაძე. ჩაატარებს თავარი არბიტრი კინტის ხნას და გადაწყდება ვის დარჩება ბურთი, ვის დარჩება მოედანი და დაიწყება ჩვენი შეხვედრა. შეეხება ამ გუნდების დაპირისპირებას, ისინი დასავლური ზონის ზღვარზე არიან ჯგუფში და შესაბამისად აი ამ თამაში გადაწყდება ძალიან ბევრი რამ ორივე გუნდისთვის. პრინციპში ერთადერთი რამ დარჩებიან თუ არა ისინი პლეი-ოფს მიღმა. დაიწყო შეხვედრა, ბურთით არიან გასწავლების მოთამაშეები და ზღვაზე თამაშობს იქ აჭარა გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე აუტი. აუტნა შემოიტანა ბურთი. თამაში გასტრონომმა გრძელი გადაცემა არ გადის. შემდეგ ლევან ჭაში ვერ თამაშობს ბურთზე ხეირიანად და აუტს მოსახელე უკვე აჭარა გრუპი. ამ დროისთვის გასტრონომს აქვს 4 ქულა ჯგუფში, აჭარა გრუპს 3. შესაბამისად ორივე გუნდს ჭირდება გამარჯვება იმისთვის, რომ კონდეთ ჯგუფიდან გასვლის შანსი ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან არაზუსტ გადაცემას აკეთებს. აჭარა გრუპის 24 ნომერი საბოლოოდ დაიკარგა ბურთი, მაგრამ მალევე დაიბრუნა ბურთი აჭარა გრუპმა, მოდის ცენტრში არიან ისინი ბურთით. 3 ნომერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბურთი ბოლოს მიდის გასტრონომის მეკარემდე. ჯაში თამაშობს ორ ფეხბურთელს შორის, ორ მეტოქეს შორის მოუწია სამში, თუმცა საბოლოოდ მაინც მას გააკეთებს ნუგო იორდანაშვილი. გაჩერა არბიტრმა შეხვედრა, მაღალი ბურთი მოაწოდა იორდანაშვილმა და მოგესალმებით, ეს არ შეიძლება მინიფეხათის წესებით გრძელი გადაცემა ხოლმე უკვე აჭარა გრუპის არ გადის დაკმარ კარიდან. ჭაჭუა შეიყვანა ბურთი თამაში, ცენტრში გადაცემა არ გადის, იქ ჩასაფრებული იყო ჯაში, თუმცა საბოლოოდ მაინც მოიპარა ბურთი. რჯონა ფლანგიდან და არის მიტილებით და როგორც აისხიტა ბურთი ერთ-ერთი მცველისგან აჭარა გრუპის და კუთხური. სულაკური იყო იმ მომენტში დავით ასლანიშვილი. ახოთ როგორ გაათამაშებს კუთხურს, გასტრონომი ჩაწოდება არ გადის, ჩაწოდებული კიდევ ერთი კუთხური. ჯერჯერობით არც მაღალი ტემპი არის შეხვედრის, აქ ჩაწოდება და არაზუსტი არის. ნიაზიფში პასილობდა კაისკენ დატყვას, მაგრამ არ გამოდის. არ გამოვიდა მომენტში მას. სწორად სწორი მართულებით ბურთის გაგზავნა აჭარა გრუპის კარისკენ. აუცე გადადის ბურთი, როგორც შენ საუბრობ. რჩება აჭარა გრუპს. ტექნიკური წონი ბურთის მიღებისას დაკარგა ბურთი აჭარა გრუპმა, ახლა უკვე ბურთით არის გასტრონომი. დაცემოცხალგანზე შეიძლება კიდევ დაარტყმა კარის მართულებით და არაზუსტია, მაგრამ საკმაოდ საფრთხო იყო. ზაფხულზე საუბრობდი, რომ არც აქტიურად დაიწყეს გუნდებმა პირველი ტაიმი და ეს რაღაც თქმა უნდა ლოგიკურია, ვინაიდან ერთი მცირე შეცდომაც და ყველაფერი შეიძლება შეცდომის ფასად დაუდგეს რომელიმე გუნდს. კარგი არის აჭარა გრუპის 3 ნომერი გიორგი პატარიძე, აგზა შემდეგ საფრთხოების შეტევა, მაგრამ არ გამოვიდა მაინც ვერ იხირა მომენტი აჭარა გრუპმა, მოიგერა ბურთი. საბოლოოდ გასტრონომმა შემდეგ ძალიან მალე დაკარგა ბურთი. აჭარა გრუპმა კარგი იყო, კარგად გაამწვა მომენტი გასტრონომმა და საბოლოოდ ბურთი ხვდება მაინც ნუგო იორდანიშვილს და მის განტოვებს როინის ფარგლებს. ძალიან რისკავს აჭარა გრუპი ამ მომენტში. ეცებში ფაბურთით სრულ მოძრაობა შეუძლია აქედან პასიან დარტყმა, გადაცემა არ გადის. გასტრონომის 9 ნომერზე ვერ შეცდა ბურთს დავით ასლანიშვილი. აჭარა გრუპის შეტევაში. დანიშვილი შეიმაგრა ბურთი, ძალიან კარგი გადაცემა. ყველა დაუბრუნეს მას ბურთი, დარტყმა კარის მართულებით და
ძალიან ძლიერად დაარტყა იორდანიშვილმა და 1-0 ხდება ანგარიში. ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა ახლა იორდანიშვილმა, თავადაც შექმნა ეს მომენტი, შეგვიძლია ვთქვათ. თავად წამოიღო ბურთი საკუთარ ნახევრიდან, გაითამაშა თავის თანაგუნდელთან და საბოლოოდ ძალიან ძლიერი დარტყმით გადაგზავნა ბურთი აჭარა გრუპის კარში. 1-0 ხდება ანგარიში, მოიპოვა უპირატესობა ძალიან მალევე. პირველ ტაიმში გასტრონომმა და მომნახოთ ისევ ნუგო იორდანიშვილი ბურთით დარტყმა კარის მმართველობით კუთხურ სითხოვს იგი. კი ბატონო, არის კიდევაც მოხდა როგორც ჩანს იქ მცველს დარტყმის მომენტში ბურთი ჩაწოდება ასლანიშვილზე არ გადის ეს გადაცემა, მაგრამ ახლა შეუძლია გასტრონომს ცოტა თავისუფლად და თამამად ითამაშოს, როგორც ჩანს არ არის თამაშდასები და მომენტში ორთა ბრძოლა იყო მარცხენა ფლანგზე, საბოლოოდ ბურთი დარჩა გასტრონომი, შემოიტანენ ბურთს მათი გუნდის მოთამაშეები აუტიდან. ევან ჯაში გრძელი გადაცემა აქ არავინ იქნება, ვერავინ მიიღებს ბურთს, საბოლოოდ ბურთს შემოიტანს აუტიდან აჭარა გრუპი. გადაცემა ძალიან სულ ითამაშა ხიზანიშვილმა ამ მომენტში. იორდანიშვილის გადაცემა ჯაშზე დაუბრუნეს იორდანიშვილს. ასი და როგორ ვერ მოახერხა ამ მომენტში მან არის მიმართულებით დარტყმა. ძალიან ახლოს იყო იგი კართან და არც არავინ უშლიდა. მაგრამ ხდება რა თქმა უნდა ასეთ მომენტებიც, ისევ გასტრონომის ცენტრში კარგი არის საწყის წუთებზე ეს გუნდი. წაიქცა ასლანიშვილი, მაგრამ როგორც ჩანს არ არის თამაშის წესების დარღვევა, ასე მიჩნევს არბიტრი. აუცმოსპის აჭარა გრუპი. ონის ცენტრში ხიზანიშვილი დაკარგა ბურთი ხიზანიშვილმა. ცენტრში ლაო ითამაშა ბურთი გასტრონომმა, საბოლოოდ ორთაბრძოლა ხო გამარჯვება ფლანგზე, გამარჯვებული დარჩა პატარიძე ამ მომენტში აჭარა გრუპის მხრიდან და აუტი დარჩა საბოლოოდ გასტრონომს. ასლანიშვილი ვერ შემაგრა ბურთი, იორდანიშვილი კარგი მოძრაობები დარტყმა და სდება კვლავ ბურთი კარს. ძალიან აქტიური არის იორდანიშვილი, მოგახსენებათ ის გუნდის კაპიტანია და ყველაფერს დებს. ეს ადამიანი იმისთვის რომ მოუტანოს წარმატება საკუთარ გუნდს. ეს აისახება კიდეც დღევანდელ შეხვედრაში. ერთადერთი ჯერჯერობით გადაღებული გოლის ავტორი სწორედ ის არის, ისევ იორდანიშვილია, ბურთი დარტყმა კიდევ ერთი ვერ გაისწორა მიზანი გადაღებული გოლის შემდეგ იორდანიშვილმა. არა დაახლოებით 5-6 ჯერ მინიმუმ დაარტყა კარის მმართველობით, მას შემდეგ რაც დაიწყო პირველი ტაიმი. დაახლოებით 8 წუთი არის გასული პირველი ტაიმის. ძირითადი დროის ანგარიში 1-0. კვლავ იორდანიშვილი ურტყავდა, ახლა უკვე მარჯვენა ფეხით სინჯა ძალები, მაგრამ კიდევ ხდება, ცოცხლდება ბურთი ის დარტყმის შემდეგ. რაც მარცხენა ფლანგიდან მოენის ცენტრში, მაგრამ ახლა ვერავინ დახვდება. აუხთა ამ ბურთს, საბოლოოდ აკარგა ბურთი გასტრონომმა, ახლა უკვე აჭარა გრუპის 29 ნომერი დაუტოვა ბურთი ხიზანიშვილს დაარტყმა უკანასკნელმა და როგორც ჩანს მსხვერპლობა ბურთი და კუთხური. ნახოთ რას მოიფიქრებს სტანდარტიდან აჭარა გრუპი. ბალი გადაცემა მიიღო აქ ბურთი აჭარა გრუპის ერთმა მოთამაშემ, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეიმაგრეს, გრძელი გადაცემა არ გავა. ევან ჯაშზე ძლიერი იყო ეს გადაცემა. საბოლოოდ ცილიკაშვილმა დაიწყო საკუთარ გუნდის შეტევა. ხიზანიშვილი ბურთით კარგი არის, იორდანიშვილი დაცვაშიც არ მისცა მას შეტევის წარმორთვის საშუალება. თუმცა ბურთით არის კვლავ აჭარა გრუპი, 3 ნომერი გიორგი ტატარიძე. გადაცემა ისიც არაზუსტი იყო ეს გადაცემა, მაგრამ მაღალი ბურთი აწია, აუტის შემდეგ მოგესალმებას კი არ შეიძლება იგივე შეცდომა დაუშვა, რაც ნუგო იორდანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ძელი გადაცემა ციფში იყო ამ გადაცემის ავტორი, მაგრამ ადრესაც სამწუხაროდ ვერ მოიძებნა და აუტი. სულიკაშვილის სუსტი არის ეს გადაცემა. ხიზანიშვილი მოდის წეში მოტრიალა კარგად. ხიზანიშვილი შეუძლია ქენა დარტყმა კარის მმართველები და ძალიან კარგი არის კარში გიორგი ჭაჭუა. მოიგერია ბურთი კვლავ ხიზანიშვილი. აითამაშა კუთხურიდან ბურთი აჭარა გრუპმა და აქ უხეშად თამაშობს ნუგო იორდანიშვილი და არ გვათამაშის წესები ხიზანიშვილის წინააღმდეგ. ნახეთ როგორ გაათამაშებს ამ სტანდარტს აჭარა გრუპი. ხიზანიშვილი დაარტყა პირდაპირ კედელს ხვალ პირდაპირ ბურთი კარგი არის იორდანიშვილის შემდეგ პრესინგზე, მაგრამ შეიმაგრა წონასწორობა და საბოლოოდ გაექცა ბურთიც. გადაცემა მარჯვენა ფლანგზე.
ძალიან არაზუსტი გადაცემა, შემდეგ ცენტრში აჭარა გრუპის მხრიდან იორდანიშვილი წავიდა გამწვავებაზე, მაგრამ კარგად ითამაშა, კარგად აუხდა მომენტში, მას პატარიძე არ მისცა. მეტად წინ წასვლის საშუალება მოიპოვა ბურთი, შემდეგ გადააწოდა, გაათამაშა აუტი, გადააწოდა ხიზანიშვილის დარტყმა კარის მმართველობით, ეს არც ცეცხლიერი იყო და არც სახიფათო დაუხდა ბურთს. ჭაჭუა მისცემა გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, იორდანიშვილზე არ გადის. ძლიერი იყო და არაზუსტი ეს გადაცემა, ახლა უკვე აჭარა გრუპი არის შეტევაში. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბურთი მიუვიდა ლევან ჯაშს და დააწყნარა თამაში ძიფშიპა ბურთით. კვლავ ჯაში ძალიან ტექნიკურად ითამაშა, ამაში ჯაშმა მოედნის ცენტრში, შემდეგ მარჯვენა ფლანგზე იორდანიშვილი დარტყმა, იღბება მცველი ამ დარტყმულს. საბოლოოდ იასროთ თქოს ბურთმა, ბურთს აჭარა გრუპის ლიდერმა მოთამაშემ და მოიგერია. შემდეგ ბურთი მეკარემ და მეორე სათულზე ორ საბრძოლოში დაჯარიმდა აჭარა გრუპი. ძელი გადაცემა ჯაშზე აქ მაგრამ არ შეუწყო ხელი მან ჯაშს რომ ეთამაშა ბურთზე, კარგი არის ამ მომენტში ხიზანიშვილი დარტყმა კარის მმართველობით და 1-1 ხდება ანგარიში, რა კარგად იმოქმედა ამ მომენტში. ხიზანიშვილმა ძალიან კარგად ჩადგა კორპუსი, მოტრიალდა და დაარტყა კარის მმართველობით და სამწუხაროდ ვერ შეძლო გიორგი ჭაჭუამ ამ ბურთის მოგერიება. 1-1 ხდება ანგარიში და დააბრუნა ინტრიგა აჭარა გრუპმა. ეს შედეგი არც ერთი გუნდის დისკოზე არ ასხავს წყალს. შესაბამისად, როგორც ერთ ისე მეორე გუნდს მინიმუმ ერთი გოლი გასატანი აქვს იმისთვის, რომ კვლავ მოიპოვოს უპირატესობა. ჯერჯერობით გუნდის ლიდერებმა მოახერხეს გოლების გატანა. მთელი ბარათი მიიღო ამასობაში პატარიძემ აჭარა გრუპის მხრიდან, ზედმეტ საუბრის გამო მოუწოდა კიდევაც არბიტრმა, რომ დაემშვიდოს თავი და დაიწყნაროს ნერვები. ყოველ შემთხვევაში ისმოდა მისეს საუბარი. ძელი გადაცემა სულიკაშვილის არაზუსტია, ბურთი აქვს გასტრონომს. დუნდუა ბურთი. გადაცემა არაზუსტია და შეუძლია სტრაპიკოდრეშის წარმართვა. ახლა უკვე აჭარა გრუპს სულად მიიღო ბურთი მათ 29 ნომერმა, შემდეგ ძალიან კარგად იმოქმედა ჯაშმა დარტყმა კარის მმართველობით, ასლანიშვილი ურტყავდა, მაგრამ გადაეყობა მცველი ამ დარტყმას. ხიზანიშვილი კვლავ ბურთით. ორი მოთამაშის გარემოცვაში და წინააღმდეგ შეიმოკრა, მაინც დარჩა ბურთი მას. გადაცემა შემდეგ მარჯვენა ფლანგზე, რას მოიფიქრებს ნახოთ აჭარა გრუპი დარტყმა კარის მმართველობით. როგორც ჩანს არ მოხვდა არავის, ეს დარტყმული არაზუსტი იყო და დარტყმა კარიდან. განხორციელა აჭარა გრუპის შემადგენლობაში 6 ნომერი. მათი მხრიდან შევა მოედანზე. ნახოთ რას მოუტანს ეს ცნება. აჭარა გრუპს ძალიან უწყნა სიტუაციაში დაკარგა ბურთი აქ გასტრონომმა და ჯარიმაც აიღო ასლანიშვილმა. ის არის ამ მომენტის ანტიგმირი, ჯერ დაკარგა ბურთი, შემდეგ ჯარიმა და სტანდარტი აჩუქა აჭარა გრუპს. ბურთთან იმზადება ბურთზე სათამაშო ხიზანიშვილი, დაუგორის მას პასი დარტყმა, გაუგორო პატარიძემ, შემდეგ ხიზანიშვილის დარტყმას გადაეღობა ასლანიშვილი. აუტი. არაზუსტი გადაცემა პატარიძისგან, საბოლოოდ მოიგერია ბურთი. გასტრონომმა უცნობდეს აჭარა გრუპი. ძალიან მალე აკეთებს ამას. მათი ერთ-ერთი მცველი სულიკაშვილი, გრძელი გადაცემა, კარგი არის დაცვაში ძიფშიპა. შემდეგ იორდანიშვილის გრძელი გადაცემა არ გადის, მაღალი გადაცემა უпростоრად. საბოლოოდ ბურთი რჩება აჭარა გრუპს, აუტიდან შემოიტანა ისინი ბურთს თამაში. ძალიან რისკავს აჭარა გრუპი, მაგრამ როგორღაც მაინც გამოიღო შედეგი ამ გარისყვა. მოდის ცენტრში არიან ისინი და აგვიანა გადაცემის გაკეთება 29 ნომერმა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიპოვა კუთხური აჭარა გრუპა. გადაცემა ხიზანიშვილზე, რა თქმა უნდა, ხიზანიშვილი ბურთით
უკან შემდეგ გადაცემა და იწუნებულია აჭარა გრუპის საკუთარი ნახევარი დაიწყო შეტევა ძალიან ტექნიკურად თამაშობს აქ პატარიძე ხიზანიშვილი შეუძლია დარტყმა და მოიგერია ეს დარტყმული გიორგი ჭაჭუამ გადაარჩინა ახლა გასტრონომი გაშობულ მეორე გოლს და ძალიან აქტიური არის უკვე ხიზანიშვილი კლავის არის ბურთით მოძრაობა მაგრამ კარგი იყო მომენტში გასტრონომის ერთ-ერთი მოთამაშე ლემჭიტურ პრესინგს თამაშობს გასტრონომი რომელიც შედეგი გამოიღო იორდანიშვილი შემდეგ კარგი არის დაცვაში პატარიძე როგორც ჩანს ბურთი ბოლოს მოხვდა იორდანიშვილის შესაბამისად აუწმოწვის აჭარა გრუპი დაახლოებით 5 წუთი რჩება ამასობაში პირველ ტაიმის დასრულებამდე ანგარიში 1-1 არის დარტყმა კარის მართულებით გასტრონომის 77 ნომერი ურტყავდა თუმცა არასუსტი არის ეს დარტყმული სულიკაშვილის გადაცემა მიიღო ბურთი პატარიძემ მოტრიალდა შემდეგ მოეტევის ნახევარზე ვერ მოძებნა ადრესატი და გაგრძელება და არტყარის მართულებით ასხლედა და ბურთით რჩება გასტრონომი მაგრამ გაექცა ასლანიშვილს ბურთი და კვლავ აუც მოაწვის აჭარა გრუპი ვერ გავისაკ მოთამაშეებმა აჭარა გრუპის მხრიდან ერთმანეთს მაგრამ მაინც ისინი არიან ბურთით საბოლოოდ ამოვიდნენ ძალიან კარგად დარტყმა კარის მართულებით და ძალიან რთულ ბურთს იგერიებს გიორგი ჭაჭუა შემდეგ ვერ შეიმაგრა ბურთი იორდანიშვილმა მაინც ეს ციფშიპას მივიდა ბურთი შემდეგ გადაცემა გააკეთა იორდანიშვილზე რომელიც ჩაჭრა აჭარა გრუპის ერთ-ერთმა მოთამაშემ 30 ნომერი შემოდის გასტრონომის შემადგენლობაში მოედანზე აბა ვნახოთ რაიმეს თუ მოუტანს ეს უნება გასტრონომს ჯერჯერობით უებას არ მოუტანი არანაირი შედეგი აჭარა გრუპის შემადგენლობაში გაათამაშა ბურთი გასტრონომმა თუმცა შეაჩერა შეხვედრა არბიტრმა ახლენ გაათამაშა ბურთი დარტყმა კარის მართულებით ძალიან სუსტი იყო ეს დარტყმული არ გაუჭირდა ამ ბურთს მოგერებდა სულიკაშვილს გრძელი გადაცემა არაზუსტი ახლა უკვე ჭაჭუა ბურთით დაუგდო უკვე ბურთი ციფშიპას ამარიანი ბურთით დაკარგა ბურთი ამარიანმა მოედნის ცენტრში შემდეგ თავადვე მოიპარა ბურთი მაგრამ ისევ დაკარგა აჭარა გრუპი ბურთით ერთმანეთ გაითამაშეს ბურთი ხეირიანად ახლა უკვე გასტრონომი კვლავ იორდანიშვილი ბურთით დაუგდო ბურთი იქ დუნდუას გრძელი გადაცემა ჩაიჭრა ეს გადაცემა ვერ შეძლო ბურთს ასხლეტის შემდეგ სულიკაშვილი და კუთხური დაგვიანა გაეწელა კუთხურის მოწოდება გასტრონომს აქ შემდეგ დარტყმა მარჯვენა ფეხით იორდანიშვილმა და 2-1 ხდება ანგარიში საერთოდ არაფრიდან შექმნა ეს მომენტი იორდანიშვილმა თითქოს უწყინარ სიტუაციაში არც მიუღია ბურთი პირდაპირ ერთ შეხებით დაარტყა და გადაგზავნა მეტოქის კარში ბურთი 2-1 ხდება ანგარიში დუბლი გაიფორმა იორდანიშვილმა და გაიყვანა კვლავ და კიდევ ერთხელ საკუთარი გუნდი წინ აქ კიდევ ქონდა მას მომენტი ერთ შეხებით სიგობდა გაზარყოს მაგრამ მგონი ჯობდა რომ მიიღო ბურთი შემდეგ დაერტყა ჰეტრიკის შანსი ჰქონდა ძალიან მალე იორდანიშვილს მაგრამ არ გამოუვიდა ამ მომენტში ეს შანსი 2-1 და ახლა უკვე აჭარა გრუპმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალები და ეცადოს რომ ჯერ გაიტანოს გოლი რომელთაც გაათანაბრებენ კვლავ ანგარიშს და შემდეგ უნდა ეზრუნონ გამარჯვებაზე ვინაიდან ფრე არც ერთ გუნდს არაწყობს და არ სურს დუნდუა ბურთით გაუგებარ გადაცემის შემდეგ დაკარგა ბურთი აჭარა გრუპმა და ახლა უკვე დუნდუ აკეთებს ძალიან არაზუსტ გადაცემას აქ ჯარიმა დაარღვეს თამაშის წესები ხიზანიშვილზე კვლავ სტანდარტი რომელსაც შეასრულებს კვლავ აჭარა გრუპი და ბოლოს სტანდარტი საერთოდ თუ ქონდა სტანდარტი პირველ ნახევარში არც კი მახსოვს გასტრონომს გაათამაშა ბურთი აჭარა გრუპმა ხიზანიშვილი დარტყმა და ძალიან კარგი მომენტი შექმნა ამ მომენტში ხიზანიშვილმა ძალიან სახიფათო იყო ეს დარტყმული მაგრამ არ წავიდა კარისკენ მისი დარტყმული ვერ ამოიტანა ბურთი გასტრონომმა საბოლოოდ კუთხურს მოაწვის აჭარა გრუპი
მარცხენა ფლანგზე გაითამაშეს, დაუქმეს პატარიძეს ბურთი, დარტყმა ძალიან არაზუსტი არის ეს დარტყმული. და ბურთით არის გიორგი ჭაჭუა, გასტრონომის მეკარე. დაბრუნდა 30 ნომერი მოედანზე აჭარგრუპის შემადგენლობაში. ბოლო წუთი მიმდინარეობს პირველი ტაიმის იორდანიშვილი მიიღო ეს გადაცემა და ძალიან ლამაზად ჩამოიღო ბურთი, თუმცა შემდეგ როგორც ჩანს აჭარგრუპის მცველის მხრიდან არ ყოფილა თამაშის წესების დარღვევაზე. აჭარგრუპი არის სწორედ ბურთით ახლა მოედის ცენტრში. ხიზანიშვილი მარცხენა ფეხზე აქვს ბურთი, დაკარგა ბურთი ხიზანიშვილმა, ძალიან კარგად იბრძვის ბურთზე იორდანიშვილი და თამაშის წესები ახლა უკვე დაირღვა როგორც ჩანს. მოიპოვა და გამომუშავა საბოლოოდ ჯარიმა. ტაიმის მიწურო ძალიან კარგი შანსი მოიპოვა გასტრონომმა. ნახოთ რას მოიფიქრებენ გასტრონომის ბიჭები ამ მომენტში. გაითამაშა ბურთი გასტრონომმა, თუმცა გააჩერა არბიტრმა. შეხვედრა ვინაიდან სასტვენის შემდეგ უნდა გაათამაშონ ბურთი გასტრონომის მოთამაშეებმა. მარიანი პირდაპირ დააკრა კარის მმართველობით ამჯერად, თუმცა მოხდა აღმართული კერილს, დასრულდა პირველი ტაიმი 2-1 იგებს ჯერჯერობით. გასტრონომი შევისვენოთ 5 წუთი და ვნახოთ რას მოიფიქრებენ როგორც ერთი ისე მეორე კუნძის მოთამაშეები მეორე ტაიმში. დროებით. მაშასა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი შეხვედრა, რომელიც იმართება აჭარგრუპსა და გასტრონომს შორის. შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმის შემდეგ ანგარიში არის 2-1, ნუგო იორდანიშვილის დუბლის შემდეგ იგებს დღევანდელ შეხვედრას გასტრონომი. აჭარგრუპის მხრიდან ერთი გოლის გატანა მოახერხა ხიზანიშვილმა. ნახოთ მეორე ტაიმში სწორედ ის არის ბურთით ჩაწოდება, ჩანაფერი კარგი იყო, მაგრამ არ გადის გადაიღობა ამ ბურთს დუნდუა და საბოლოოდ ბურთს მოაწვდის აუტიდან აჭარგრუპი. გაკეთა ეს პატარიძემ, შემდეგ გადაცემა ხიზანიშვილზე, ამარიანი კარგი არის ჩაჭრაზე. ხიზანიშვილი ბურთით გადაცემა დარტყმა კარის მმართველობით ურტყავდა აჭარგრუპის 6 ნომერი კარის მმართველობით, მაგრამ აუღო ძალიან უწყინრად ეს ბურთი გიორგი ჭაჭუა. მარცხენა ფლანგიდან აჭარგრუპი. გრძელი გადაცემა ვერ ამშვენებს ამ ბურთს, საბოლოოდ იქნება დარტყმა კარიდან გიორგი ჭაჭუა შეიყვანს ბურთს თამაში. თამაშობდა ბურთზე აჭარგრუპის ერთ-ერთი მოთამაშე, მაგრამ გაიქცა ბურთი კვლავ კარიდან. დაიწყოს თამაში. გასტრონომმა მოიგერია ბურთი წინ დუნდუამ. სულიკაშვილი ბურთით, გადაცემა ზუსტი არის ხიზანიშვილზე. არ გაიქცა ბურთი როგორც ჩანს, დარტყმა გადაიღობა ამ დარტყმულ ძიფშიპა. საბოლოოდ აუტი. მოსეს მოხდა ბოლოს ბურთი ხიზანიშვილს და ბურთი სწორედ ეკუთვნის აჭარგრუპს. სულიკაშვილი ბურთით აჭარგრუპის მეკარემდე მივიდა საბოლოოდ გადაცემის შემდეგ. ბურთი გრძელი გადაცემა, იორდანიშვილი იბრძვის საკმაოდ კარგად ბურთზე, დაუტოვა საკუთარ გუნდს ბურთი, მაგრამ გაიქცა გასტრონომის 21 ნომერის ბურთი იმის ფარგლებს გარეთ. კვლავ აჭარგრუპი ამ ანგარიშით გასტრონომი გადავა მესამე ადგილზე. ხიზანიშვილი ძალიან კარგად მოქმედებს ამ მომენტში, დარტყმა მარცხენა ფეხი და გიორგი ჭაჭუამ დარტყმული. ხო, ამ შედეგით თვას დასრულდა შეხვედრა. გასტრონომი გადავა მესამე ადგილზე. ისინი გადაასწრებენ ელიგას, რომელმაც წააგეს შეხვედრა ლიბო გრუპთან. და შემდეგ ელიგა დაეულდება რედისონსა და მარგოჰოტელს შორის გამართული შეხვედრის შედეგს. ორ გუნდზე არის ელიგა დამოუკიდებული. ამ ჯგუფში მოდანოთ აყურე ამ შეტევას. აჭარგრუპი ძალიან კარგი შეტევა მარჯვენა ფლანგიდან, დარტყმა და ძალიან კარგი არის კარში გიორგი ჭაჭუა. ძალიან კარგი ბურთი მოიგერია, ახლა მოიჭდა საჭირო, შემდეგ კონტროლში თუ გამოუვა გასტრონომს, არ გამოდის, დაკარგა ბურთი იორდანიშვილმა.
გაუცა იქ ფეხი ხიზანიშვილს იორდანიშვილი ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი და შემდეგ აჯობა მეკარემ ძალიან სწრაფი არის იორდანიშვილი ძალიან მარტივად გაექცა ჭერა გრუპის ბოლო მცველს შემდეგ მოახერხა დარტყმაც მაგრამ აჯობა ამ მომენტში ცულიკაშვილმა აუტი მარიანი ბურთან ათამაშა იორდანიშვილზე იყო ეს გადაცემა გასაზრდელი მაგრამ არ გადის და მოდის შეტევაში ჭერა გრუპი ხიზანიშვილი იყო ბურთით მაგრამ კარგი არის დაცვაში თუნდუა დაკარგა ბურთი ჭერა გრუპმა ძალიან მალევე ამარიანი ბურთით ნუტრიალდა და საბოლოოდ შარიმა როგორც ჩანს თავად ამარიანი არ ყოლდა თამაშის წესებს ამ მომენტში გადაცემა ჭერა გრუპის საბოლოო მიგერია ბურთი გასტრონომმა ცულიკაშვილი საკმაოდ უხერხულად ითამაშა მომენტში საჯარიმოში ჰქონდა ბურთი შეეწვა ალბათ თამაში თუმცა გადაწყვიტა მოიგერებინა გასტრონომი ბურთი ძიფშიპა გადაცემა იორდანიშვილზე დაკარგა ბურთი იორდანიშვილმა ოჩენ სახეში მოხდა ხელი მაგრამ არ გაუჩერებია თამაში არბიტრს დარტყმა შემდეგ არაზუსტი არის სტარტმული ეხლა გააჩერა თამაში თუმცა მოუყვე წამოდგა ფეხზე არის იორდანიშვილი აგრძელებს თამაშს და გრძელდება შეხვედრაც სხვა ფლანგზე გადაცემა იორდანიშვილი ჩაჭრა ეს გადაცემა თუმცა დაკარგა ბურთი მისმა თანაგუნდელმა ძალიან ბევრი დარბის და ძალიან ბევრს მოძრაობს ნიკო იორდანიშვილი მოედანზე ყვავის თამაშობს ახალბურთზე მაგრამ მაინც ბურთით რჩება ჭერა გრუპი მარცხა ფლანგზე შეტევა არაზუსტი გადაცემა წამოიღო ბურთი გიორგი ტუნდუამ თუმცა დაკარგა მალევე დაიბრუნა ბურთი ჭერა გრუპმა გადაცემა ხიზანიშვილზე არ გადის დარტყმა კარის მართულებით შემდეგ რიკოშეტი და კუთხური დრას მოიფიქრებს კუთხურიდან ჭერა გრუპი გადაცემა თუ შეეხო საინტერესო ვინმე ამ ბურთს აროჩენებე ჯერჯერობით მართულებას აიგიქნება შეტევა სველი გახორციელდა ორივე გუნდში ჯაში დაბრუნა მოედანზე გააჭიანო რაუტის მოწოდება ჭერა გრუპმა მოაწოდეს როგორც ჩანს ბურთი ხიზანიშვილი ორი მოთამაშის გარემოცვაში და კარგი არის დაცვაში გასტრონომი ნომერი მოდის ცენტრში სარისკოთ თამაშობს და როგორც ჩანს უნდა იყოს დარტყმა კარიდან არა გაცრავეთ კუთხური გეთონსე შეეხო გასტრონომის ერთ-ერთი მოთამაშე კიდევ ერთი დარტყმა კუთხურზე გადის ბურთი ჩაწოდება ახლა უკვე გასტრონომმა ბურთი მოიგერია ეს გადააგდეს წინ არის ყავს გასტრონომი ამ მომენტისთვის მათ ეს ანგარიში სრულიად სასურველია მათ ეს ანგარიში მოძრაობა ხიზანიშვილის მაგრამ მიუხედავად ზეპშება ჩანაფიქს არ გაატარა ჭერა გრუპის 10 ნომერი გიორგი ჭაჭუა კარგი არის საჯარიმოში თამაშობს ბურთზე შემდეგ გრძელი გადაცემა აქ მოაქვთ ბურთი ჭერა გრუპის მოთამაშეებს და შემდეგ ზეპშება ძალიან კარგი არის დაცვაში ხიზანიშვილი ბურთით მოტრიალდა მაგრამ დუნდუა მიუწყა ბალონში ფეხი გადადის ბურთი აუცე მოწოდა ბურთი ჭერა გრუპმა მათი არის ბურთი კვლავ აუცე გადადის ბურთი საჯარიმოში გაუგებრობა საბოლოო ბურთი ჭაჭუამდე მიდის დააწყნარა და ამშვია თამაში გიორგი ჭაჭუამ ახალი გადაცემა ჯაში ძალიან ცუდა დაარტყა თავით ამ მომენტში ლევან ჯაშმა ძალიან დიდი მანძილი გაცდა ის დარტყმის შემდეგ ბურთი არის ძალიან ახლოს იყო ფაქტობრივად საჯარიმოში ძალიან ახლოს დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით კარიდან ვერ შეიმაგრა ბურთი ამ მომენტში ჭერა გრუპმა იორდანიშვილი გავიდა მაინც ეს გადაცემა გასტრონომის მოთამაშეზე დარტყმა კარის მართულებით არაზუსტია
აჭარა გრუპის შეტევაში მოდის ცენტრში მოიპარა ბურთი მაინც იორდანიშვილმა, თუმცა დაკარგა მალევე. სამფლანგიდან აჭარა გრუპი ქიზანიშვილი ბურთით მოძრაობა გაცდა მაინც მოახერხა მოთამაშეს და აუტი, რომელსაც მოაწვდის აჭარა გრუპი. მოსობაში დაახლოებით 9 წუთი გავიდა. მეორე ტაიმის 11 წუთი რჩება გუნდებს სათამაშოდ. ხალხი აუტონა მოაწოდოს გასტრონომმა. ციფში პაბურთით. ამ გადაცემას ვერავინ ვერ დაუხდა, ვინან ძალიან მაღალი იყო ეს გადაცემა. დუნდუა კარგი არის დაცვაში თამაშობს მეორე სართულზე, შემდეგ კვლავ დუნდუა დაცვაში და აუზე გადააგდო ბურთი. ჩვენ ფლანგიდან ტერობს 24 ნომერი, შემდეგ პატარიძე აიტანა ბურთის ზევით, აქ 30 ნომერმა ითამაშა ბურთზე, თუმცა თავადაც ძალიან ხერხულ სიტუაციაში მოუწია ბურთზე თამაში, თავადაც ვერ გასაზღვრა ბურთის ტრაექტორია, საბოლოოდ ბურთით არის გასტრონომი. აიტანეს ბურთის ზევით გასტრონომის მოთამაშეებმა და ეს თამაშის წესების დარღვევა შესაძლოა ყუთელი ბარათიც ვიხილოთ ამ მომენტში. საკმაოდ საფრთხე შეტევა ჩაშალა იქ აჭარა გრუპის ერთ-ერთმა მოთამაშემ და დაბრუნდა მოიტანზე დავით ასლანიშვილი გასტრონომის შემადგენლობაში. თხოვენ კეთლის აღმართვას გასტრონომის მოთამაშეები, იორდანიშვილი რა თქმა უნდა პირველი ბურთთან. ასე ძალიან ჭკვენური პასი ჯაშის დარტყმა იგერიებს ამ დარტყმას. სულიკაშვილი, იორდანიშვილი დარტყმა და 3-1 ხდება ანგარიში. 3-1 ჰეტრიკი გაიფორმა ამ ადამიანმა და ეს უკვე სერიოზული განაცხადია. რაოდენს შეხვედრაში ძალიან ძლიერი დარტყმა აქ ამ ადამიანს. არ წავიდა კი რამდენიმე დარტყმა, მაგრამ საბოლოოდ ხედავთ უკვე ჰეტრიკი გაიფორმა ამ ადამიანმა 3-1 და ეს უკვე სერიოზული განაცხადია. გასტრონომის მხრიდან ძალიან ახლოს არის გასტრონომი მესამე ადგილთან და პლეი-ოფის აგზურთან. ეს ყველაფერი მათი შრომის, მათი ბრძოლის და მათი გარჯის რა თქმა უნდა დამსახურებაა. ეს გეგმავს აჭარა გრუპი ახორციელებს ცნობებზე თუ არ ვწდები მეკარე გადის მოედნიდან და მოთამაშე ჩადგება კაშშიც, იმას ნიშნავს რომ 6 ადამიანი ცოტათი ექნება უპირატესობა აჭარა გრუპს. შეიძლება ითქვას რომ 6 ადამიანი შეუტევს აქტიურად გასტრონომის კარში აჭარა გრუპის მხრიდან. ეს მისასვლელი გაათამაშა ბურთი აჭარა გრუპმა, საკუთარ ნახევარწრფელს გუნდი ბურთს. ძალიან რისკავს პატარიძე ამ მომენტში, თუმცა მაინც შეიმაგრა ბურთი და შემდეგ ძალიან კარგი არის დაცვაში, როგორ ეხმარება დაცვაში წყუნს ნიკო იორდანიშვილი. ალბათობით ის იქნება თამაშის შეხვედრის MVP. იორდანიშვილი მოიპარა ისევ ბურთი, სწორედ ბურთი გააცემა ჯაშზე არ გადის. არ გადის და კარგი იყო ჩანაფიქრი, ძალიან მალე გაათამაშა აუტი. გასტრონომმა ბურთი როგორც ჩანს მოძრაობაში იყო. ახლა მინდა მოაწოდეს აუტი გასტრონომმა. პარტნიორი მათოვებს, მაგრამ არასოდეს ბურთით არის აჭარა გრუპი. ძალიან რისკავს უკვე აჭარა გრუპი საკუთარ ნახევარზე. იორდანიშვილი კვლავ მოიპარა ბურთი აქ ჯაში. შემდეგ ის თამაშობდა ბურთზე, დაუყენა კორპუსი აჭარა გრუპის მოთამაშემ და აპროტესტებდნენ. ისინი ამის ისინი ფიქრობდნენ რომ იყო ჯარიმა, მაგრამ არ მიიჩნევს არბიტრი ასე. ძალიან ძლიერ მოიგერია ბურთი აჭარა გრუპმა, მაგრამ იორდანიშვილი კარგით მოძრაობა და დაიღო თამაშის წესები მის წინააღმდეგ. 13 წუთი ამოიწურა ამოსობაში და დაახლოებით 7 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე. იორდანიშვილი ბურთთან. როგორ გაათამაშებს იგი საკუთარ გამომუშავებულ სტანდარტს. გაათამაშა ბურთი გასტრონომმა დარტყმა კარის მმართველობით არაზუსტია ეს დარტყმული.
საკმაოდ ჭკვიანური იყო ეს გათამაშება. შეყვანა ბურთი თამაში აჭარაკობის მეკარემ. თამაშების დარღვევა არ შეიძლება მოგეხსენებათ. მას შემდეგ რაც ბურთი დატოვეს მოედნის ფარგლებს მაღალი გადაცემის გადაგდება. მეტოქის ნახევარზე დარჩება ბურთი გასტრონომს. გადაუგდეს ბურთი გასტრონომის მოთამაშეებმა. ეს პრინციპის მიხედვით დაუქმნის ბურთი აჭარაკობის მოთამაშეებს. მოედნის ცენტრში ხიზანიშვილი აქვს მას სივრცე. თამაშწესები დაიწყო, თუმცა აგრძელებს მაინც ხიზანიშვილი თამაშს სტარტმა არეულობა საჯარიმოში და დამატებაზე კარგი არის. აჭარაკობის ერთ-ერთი მოთამაშე 3-2 ხდება ანგარიში, მოახერხა კიდევ ერთი გოლის გატანა. ამ მომენტში აჭარა გრუპმა 3-2 და ცირედით მაინც დააბრუნა ინტრიგა. აჭარა გრუპმა დღევანდელ შეხვედრაში გუნდუა ბურთით გადაცემა არაზუსტი ავერი მიიღო ბურთი ლევან ჯაშმა და აჭარა გრუპი ფლობს პოზიციას. კატარეძე ბურთი ახლა უნდა იგრძნოს თამაში აჭარა გრუპმა. უნდა გააქტიურდეს უფრო ასლანიშვილი, ლევან ჯაში რა კარგია, მერამდე ატაკის როსტოვას გადაცემას მას გაკეთა შემდეგ იორდანიშვილის გადაცემა ცოტა ძლიერი იყო, ვერ დაეწია ბურთს. ჯაში სწორედ ის არის ახლა ისევ ბურთით არტყმას სცილობდა, მაგრამ გადაეღობა იქ ერთ-ერთი მცველი აჭარაკობის მხრიდან. მაგრამ ფლანგიდან ახლა უკვე აჭარაკობის 29 ნომერი. ძალიან კარგი იყო ამ მომენტში. ასლანიშვილი მიუხვდა ჩანაფიქრს, შემდეგ ვეღარ მოახერხა ბურთის შენარჩუნება. გასტრონომმა დარტყმა კარგს მოაქცია აჭარაკობის, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად თამაშა ამ მომენტში გიორგი ჭაჭუამ. დაახლოებით 4 წუთი ნახევარი რჩება შეხვედრის დასრულებამდე. ამარიანი ბრუნდება მოედანზე, შეცვალა მან ჯაში. გრძელი გადაცემა, კარგად თამაშობს დაცვაში აჭარა გრუპი, აუტიდან შეიყვანს ბურთს თამაში. კაცრავად გასტრონომი იყო ძალიან კარგი დაცვაში და სწორედ აჭარა გრუპი შეიყვანს ახლა ბურთს თამაში აუტიდან. დაცემა დარტყმა კარის მიმართულებით საკმაოდ სახიფათო იყო ეს დარტყმული და ორც ცდები და სწორად დავინახეთ ძილს მოხვდა ბურთი. ძალიან უწყნარ სიტუაციაში მოახერხა ძალიან სახიფათო დარტყმის გახორციელება. ხიზანიშვილმა ძალიან კარგი შეტევა იორდანიშვილი, გადაცემა ამარიანზე და 4-2. რა კარგად იმოქმედა ამ მომენტში იორდანიშვილმა, რა კარგად ამოიტანა ბურთი ზოგადად გასტრონომმა და როგორ არა ეგოისტურად ითამაშა ამ მომენტში იორდანიშვილმა, შეეძლო სპოკერის გაფორმება, მაგრამ დაუგორა პასი თავის თანაგუნდელზე. 4-2 ხდება ანგარიში, არაცადა ის ერთგოლიანი სხვაობა. უჯიხნით შეენარჩუნებინა აჭარა გრუპს, პირდაპირ მიაყოლა გასტრონომმა კიდევ ერთი გოლი. 4-2 ხდება ანგარიში და ალბათ ეს უკვე ნელ-ნელა დასასრულის დასაწყისია. ჭაჭუა მოიგებია წინ ბურთი, გადის მოედნის ფარგლებს გარეთ და აჭარაკობის შეყვანს ბურთს თამაში. გრძელი გადაცემა, ძალიან არაზუსტი, ძალიან უმისამართო და პრაქტიკულად დაუბრუნა ახლა გიორგი ჭაჭუას აჭარაკობის მეკარემ ბურთი. გრძელი გადაცემა, იორდანიშვილი დაუგდო ბურთი ამარიანს, მაგრამ ვერ გაუგეს ერთმანეთს ამ მომენტში. წამოვიდა შეტევაში კატარიძე და ეს არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება, უნდა დაცხრეს სიტუაცია. დასაგებია იორდანიშვილის რეაქციაც აქ რაღაც მიაძახა, როგორც ჩანს კატარიძემ ამ მომენტში. რთულია, რა თქმა უნდა, ემოციების კონტროლი. მაშინ როდესაც აქებს უთამაში და აგებს გუნდი. შესაძლებელი ბუნებრივია ამის. რა ხდება მოედანზე, ვინაიდან არ შეიძლება გავსი მომენტების ჩვენება მაყურებლისთვის. მოიხმო ნუგო იორდანიშვილი მთავარმა არბიტრმა, სავარაუდოდ იქ ყოთელ ბარათს მიყრებს ამ მომენტში. საუბრება არბიტრი
ჩავებს ორეგელის მხრიდან და ეთელი ბარათი აქცევნა სწორედ მიგო იორდანიშვილს. როგორც სამი ნომერი არ იყო დამნაშავე, არანაირად ამ მომენტში ასე მიიჩნია არბიტრი. ჩარიმას გაათამაშებს ასტრონომი, ათამაშეს კედელი. 9 ნომერი ბურთი დარტყმა და აიღებდა ამ დარტყმის ერთ-ერთი მცველი გასტრონომის მხრიდან. ეს მაგდა ბურთი სამოტანა გასტრონომმა და შემდეგ იორდანიშვილს ერთ-ერთი იყო მცველთან გაიქცა ბურთი. მოენის ფარგლებს გარეთ გაათამაშა აუტი. ჭარაკურმა მოენის ცენტრში. ხიზანიშვილი ბურთით. ასლანიშვილი ძალიან კარგი არის დაცვაში გადაცემა ამარიანი ამ ბურთს ვერ მიიღებს ძალიან ძლიერი იყო ეს გადაცემა. პატარიძე ბურთით. საკუთარ ნახევარზე ძალიან რისკავს. გამოიღო მაინც ამ რისკმა. შედეგი ხიზანიშვილი დარტყმა გარის მიმართულებით არაზუსტია. დაახლოებით 2 წუთი აქვს დარჩენილი სათამაშო დრო. გუნდებს არაგონია ამ 2 წუთში ანუ შეიცვალოს კიდევ საუბრობთ დასრულდება ეს შეხვედრა ასე და გავაჯგუფიდან გასტრონომი საკმაოდ დამსახურებულად რა თქმა უნდა შეგვიძლია თამამა თქვა იბრძოლის თავის შეხვედრაში. მოთამაშეებმა და მიიღეს კიდევაც პლეიოფის საგზური იორდანიშვილი კიდევ ერთ გადაცემა თუ კიდევ ერთი ასისტი თუ ჩაიწერს ასლანიშვილი ვერ დაარტყა ხეირინა და მომენტში შეეძლო მასაც გოლის გატანა დღევანდელ შეხვედრაში. მიიღო ბურთი ხიზანიშვილმა მოენის ცენტრში დარტყმა არაზუსტია. ციფშიკა ბურთით. მაღალი გადაცემა იორდანიშვილი მიიღო ბურთი ამარიანი. დარტყმა კარის მიმართულებით და რატომ არ გააკეთა პასი ამ მომენტში იორდანიშვილზე. არ წინა მომენტში. შეეძლო იორდანიშვილს კარის მიმართულებით დარტყმა, მაგრამ ამარიანს გაატანა სწორედ. ასე არ დაუფასა ის მომენტი იორდანიშვილმა, მაგრამ ალბათ აქედან რთული არის აქედან მარტივია რა თქმა უნდა საუბარი. ალბათ ამ მომენტის შემდეგ ისიც მიხვდა რომ ჯობდა იორდანიშვილზე გააკეთა გადაცემა. სწორედ იორდანიშვილმა შეიმაგრა ბურთი და აუდან მოსდის ბურთს საჭარა გრუპი. და არ გათამაშეს წესები. გასტრონომმა სწრაფად გაათამაშა სტანდარტი აჭარა გრუპმა, მაგრამ რასუსტი არის ეს გადაცემა და ბურთით არის კვლავ გასტრონომი. გადაცემა იორდანიშვილი 1-1-ზეა დარტყმა კარის მიმართულებით არაზუსტია. ორი სწრაფი არის იორდანიშვილი საიდან დაეწია ახლა ბურთს საიდან დაასწრო მეკარეს და რა კარგია იგი დაცვაში არის ძალიან დიდ საქმეს ასრულებს და ძალიან დიდ სამუშაოს დღევანდელ შეხვედრაში და არა მარტო დღევანდელ შეხვედრაში ზოგადად გასტრონომისთვის. ერთ-ერთი თილისმა არის იორდანიშვილი ახლაც როგორ მოიპარა ბურთი როგორ აართვა მეტოქოს სწორედ ის არის ახლაც ისო ბურთით გადაცემა მარიანზე არაზუსტია. როგორ უნდა კიდევ ერთი გოლი გაატანოს მარიანს. დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, დასრულდა გასტრონომის გამარჯვებით და მიულოცეთ გასტრონომის პლეიოფიდან გასვლა. აჭარა გრუპს კი სამწუხაროდ უნდა დავამშვიდობოთ ამ ტურნირზე, უშუალო წარმატებები ამ გუნდს. კიდევ ერთხელ მიულოცოთ გასტრონომს და ასე შევხვდებით შემდეგ შეხვედრებში. მიგო იორდანიშვილი რა თქმა უნდა თამაშის სემიტი, 3 გატანილი გოლი, ჰეტრიკი და 1 ასისტი. აგემშვიდობებით, დროებით და დაველოდოთ შემდეგ შეხვედრას, რომელიც გაიმართება მარგო ჰოტელსა და ედისონს შორის და იქაც რა თქმა უნდა ბევრამ გადაწყდა.